კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მომზადებული ანგარიში მმართველი გუნდის მიერ ფასდება, როგორც ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებითა და აბსურდული ბრალდებებით დეზინფორმაციის ტირაჟირება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტი თავის ღირებულებებს კიდევ უფრო შორდება. მათივე თქმით, ანგარიშს, რომელიც რეალობას აცდენილია, არანაირი სამართლებრივი ფასი არ აქვს. ევროპარლამენტი პრაქტიკულად არის დაცილებული იმ ღირებულებებს და ფუნქციებს, რაც მას სინამდვილეში გააჩნია, გადაქცეულია ცალკეული ძალების ხარდაჭერის ლობისტად. პრაქტიკულად რაც კი ამ რეზოლუციაში წერი არის, მტკნარი სიცრუე და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ყოველთვის, როდესაც იქნება დეზინფორმაცია, ყოველთვის, როდესაც იქნება ფაქტების დამახინჯება და როდესაც იქნება მცდელობა, რომ ჩაერივნონ საქართველოს შიდა საქმეებში, ჩვენ გვექნება კონკრეტულად ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მსგავს სამარცხვინო რეზოლუციებს არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი არანაირი ფასი არ აქვს. ლელოს ანგარიში 20-მდე ქვეყნის დიპლომატიურ მისიას და ბრძოლა გავლენებისთვის ოპოზიციურ არეალში. მმართველი გუნდისთვის ოპონენტების ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი გარედან მართულები არიან. ვიდრე მამუკა ხაზარაძის პარტია ელჩებთან ხელისუფლებასთან ბრძოლის მეთოდებს განიხილავს, დაპირისპირებაა ოპოზიციურ ალიანსში. ხალხის ძალაში ამბობენ, რომ უცხოეთიდან მიღებული დავალებებით შექმნილ ალიანსს არანაირი შანსი არ აქვს. ფაქტობრივად ნულოვანი მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში ორი მიზეზის გამო. ერთი, რომ ისინი მავნებლები არიან და მუდმივად საბოტაჟირებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ხოლო მეორე, რომ თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან და ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებს ესაუბრონ, დადიან და ანგარიშებს აბარებენ სხვადასხვა ელჩებს. რაც უფრო დრო გადის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების რწმუნდება, რომ ისინი თავიდან ბოლომდე გარედან არიან მართულები. გააგრძელონ ასეთი ნაბიჯები, გააგრძელონ მოქალაქეების დასანახად სხვადასხვა ელჩებისთვის ანგარიშების ჩაბარება და რამდენიმე თვეში ბოლომდე განულდება მათი პოლიტიკური რეიტინგი. ისინი თვითონ ერთმანეთს ვერ იტანენ, ყველას თავი გონია, ზოგს ნაპოლეონი და ზოგს ალექსანდრე მაკედონელი და ვერ წარმოუდგენიათ, რომ სხვა ვინმე შეიძლება იყოს მათ გვერდით, როცა იქნება ესეთი ალიანსები, იქნება იმიტომ, რომ მათ ავალებენ ამას მათი პატრონები უცხოეთიდან, ერთმანეთის აუტანლობა და ეს პირველობისადმი სწრაფად ძალავს ყველანაირ დავალებას. ამიტომაც არანაირი შანსი ასეთ ალიანსებს არ აქვს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებს, სამსახურების უფროსებსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა. მათგან მიიღო ინფორმაცია ქალაქში მიმდინარე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა პროექტი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდეს და მათ საჭიროებებზე იქნეს მორგებული. განვიხილეთ სოციალური პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, დაგეგმილი რეაბილიტაციო პროექტები, რომელიც დღეს წესრიგში ქალაქში. თქვენ იცით, რომ ბათუმი, ჩვენი რეგიონი, პრიორიტეტები არის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, განვითარება, ღირსეული ცხოვრება ჩვენი მოქალაქეების. მიხარია, რომ საკრებულოს თანამშრომლებიც აქტიურად არიან ჩართულები პროცესებში და ჩვენ დავსახეთ მოსახლეობასთან ერთობრივი შეხვედრების გამართვა. ხალხის ძალის წევრები რეგიონებში მოსახლეობასთან და საკრებულოებში თავიანთ ფრაქციის წევრებთან შეხვედრებს განაგრძობენ. შეხვედრების მიზანი ფრაქციის წევრების მხრიდან მიმდინარე საკითხების განხილვა, ადგილზე არსებული პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და სამომავლო გეგმების გაზიარება. მორიგი შეხვედრა ზესტაფონის საკრებულოში გაიმართა. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრები, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი პრობლემა, გამოწვევა ვისაუბრეთ ახალგაზრდობის პრობლემებზე, დემოგრაფიის პრობლემებზე, რეგიონში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე და გამოწვევებზე და რა თქმა უნდა ჩვენ ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ და საქართველოს ყველა რეგიონში და ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალთ მსგავსი შეხვედრებით. ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ პრობლემებზე, შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი, ვფიქრობ, რომ ძალიან წაადგება ჩვენ პარტიას და ჩვენ რეგიონს. გარდამნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში 90 მილიონი ევროს ღირებულების მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სრულფასოვან რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტი 19129 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მოიცავს და სარწყავი ინფრასტრუქტურის განახლებას უზრუნველყოფს.
საქართველოს მელიორაციაში დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმები. რეფორმების, როგორც სატარიფო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია რეფორმები ინფრასტრუქტურის ნაწილში. პროექტი მოიცავს სრულად გარდაბნის მუნიციპალიტეტს და გათვალისწინებულია ყველა რიგის, როგორც მაგისტრალური, ასევე ყველა რიგის გამანაწილებელი სისტემის რეაბილიტაცია. ქვემო ქართლი აგრარული რეგიონია და ჩვენი რეგიონისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემების მშენებლობა, რეაბილიტაცია და განვითარება. პრეზენტატორებმა დეტალურად ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ჩვენი პროექტი. ეს პროექტი მოიცავს რეგიონის მთელი სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას, სრულ რეაბილიტაციას, დანგრეული და არარსებული ინფრასტრუქტურის თავიდან ნაშენებას და არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი რეგიონის და ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. სტამბოლში წყლის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბერგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე მექა ბარბაკაძე მონაწილეობდნენ. კონფერენციის ფარგლებში ილია ბერგიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას წყლის რესურსების მდგრადი მართვის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების, კლიმატის ცვლილებით წარმოქმნილი გამოწვევებისა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სტამბოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრის მოადგილესაც შეხვდა. მონაწილეობა მივიღეთ წყლის მეხუთე საერთაშორისო ფორუმში, რომელიც ძალიან ძლიერი პლატფორმა არის წყლის რესურსების, წყალმომარაგების, წყალარინების სისტემების, როგორც გამოწვევის კუთხით, ასევე ახალი ტექნოლოგიების კუთხით. ფორუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არის აღნიშნულ დარგში და საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ფორუმებში მონაწილეობის მიღება, რადგანაც სხვადასხვა ქვეყნებს შორის ხდება როგორც წყალმომარაგებისა და ასევე წყალარინების სისტემების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარება. რუსთავში მე-19 მიკრორაიონში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაო ტარდება. მეათე საჯარო სკოლისა და 53 საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი საავტომობილო გზა დაიგება. მოიწყობა სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები, გარეგანთების ახალი ქსელი და მწვანე სივრცეები. გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ადაპტირებული საგზაო ნიშნების მოწყობაც. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და ვცდილობთ, რომ უნდა უპასუხოთ ყველა იმ პროექტით, რომელიც დღეს ხორციელდება და დავძლიოთ გამოწვევა 19 მიკრორაიონში სკოლასთან და ბაღთან არსებული ძალიან მნიშვნელოვანი მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აქტიურად მუშაობს GVP, რომელიც გამოცვლის მიწისქვეშ ინფრასტრუქტურას. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება მიზანმიმართული და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც ქალაქში ქუჩების სრულ და სისტემურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტი დღეს კიდევ ერთ საკვანძო მონაკვეთს მიმდინარეობს. ადგილზე ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა, გარეგანათების ახალი ქსელი და მწვანე სივრცეები მოეწყობა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისიის სხდომა გაიმართა. ამავე ინფორმაციით 2026 წლის 23 აპრილს მიტროპოლიტმა იობმა წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი. საპატრიარქოს ცნობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა თავის მხრივ მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას. კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიენიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია ჩატარდება. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს. წმინდა გიორგიმ საკუთარი თავი გაწირა ქრისტეს სარწმუნოებისათვის და იგი გახდა ნათელი მაგალითი სარწმუნოების, ნათელი მაგალითი სიმამაცისა და ასევე ერთგულების. საუკუნეების განმავლობაში დღემდე ქართველი ერი გრძნობს განსაკუთრებულ
მფარველობასა და შემწეობას წმინდა გიორგისაგან და მის სახელს უკავშირდება უამრავი ტაძარი. ეს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მაღალყულადო სამღვდელოების სენაკის საეჭვხოროწყოს მიტროპოლიტი შიო ქაშვეში აღავლენს წირვას სამღვდელოებასთან ერთად დილის 10 საათზე. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნდება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. დროებით გამშვიდობებით.